მოგესალმებით აპოლონ სამზარეულოში. დღეს არაჩვეულებრივი ამიტია გარეთ და დიდხანს ღუმელთან დგომა ნამდვილად არ მინდა. ამიტომ დღეს გამოვიყენებ ყველაზე მარტივ და კომფორტულ მეთოდს. გამოსაცხობ პარკს, რომელშიც მოვამზადებ მე დღევანდელ კერძს. ეს არის ბრინჯი ქათმის ხორცით, რომელიც არის უგემრიელესი, ძალიან სწრაფად მზადდება. მართალია, გამოცხობა თვითონ მომზადება ღუმელში ამას მიაქვს დრო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ არ გვჭირდება ბევრი დროის დაკარგვა. სწრაფად, მარტივად, გემრიელად დავიწყოთ მომზადება. დღევანდელი კერძის მთავარი ინგრედიენტებია ქათმის ხორცი და ასევე ბრინჯი. მე მაქვს აქ დაახლოებით 1,5 კｇ ქათამი. ეს არის მთლიანი ქათამი და ასევე 500 გრამი ბრინჯი. დაახლოებით 3 ჭიქა. ეს არის მოგრძო ფორმის ბრინჯი, რომელიც ესე მარტივად არ იშლება. პირველ რიგში მოვამზადოთ ქათმის მარინადი, რომ ქათამი კარგად დამარინდეს და შემდეგ გქონდეს გემრიელი ხორცი. ამისათვის გამოვიყენებ შემდეგ ინგრედიენტებს. მე მაქვს აქ აჯიკა, რომელიც არის სახლში მომზადებული და მომაწოდა ჩემ არაჩვეულებრივმა მეზობელმა, ჩემთან ახლოს ცხოვრობს, ლანას მივესალმები. ასევე გჭირდება წითელი ბულგარული წიწაკა, რომელსაც ფაბრიკას ეძახიან, იმითაც რომ კიდევ უფრო არაჩვეულებრივი და ლამაზი წითელი ფერი ქონდეს. რამოდენიმე გვილი ნიორი, დავუმატებ კიდევ ლიმონს და ასევე ზეითუნის ზეთს. დავწყვილდოთ ნიორი და დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. ჩემთან აჯიკა არის საკმაოდ მარილიანი, ამიტომ მე სულ ცოტა მარილს დავამატებ შემდეგ. აი ესე 2 ჩაისკოს აჯიკას დავუმატებ. ისე ცხარეა საკმაოდ. და ასევე დავუმატოთ ბულგარული წიწაკა. ეგრეთ წოდებული პაპრიკა. ნუ სავსე 2 ჩაისკოს არ ვუმატებ. ცოტა ზეითუნის ზეთი. და ლიმონის წვენი. ძალიან გემრიელია, მაგრამ ძალიან ცხარეა და გეტყვით რომ ცხარეს მოყვარული ვარ. სულ ცოტა მარილს დავუმატებ. იმიტომ რომ მარილი დამაკდა. გასანჯეთ თქვენი მარინადის შემდეგ თუ რამე აგლიათ დავუმატეთ. ეხლა უკვე წავსმევ ქათამს ზემოდან შიგნიდან. მოკლედ დავამარინადოთ ქათამი. წავუსვოთ ყველგან აბსოლუტურად და შეეცადეთ კიდევ რომ კანის ქვეშაც შეხვიდეთ. იმიტომ რომ გარედან აქვს ხოლმე გემო და ხორცში შიგნიდან ნაკლები გემო აქვს. ამიტომ რაც შეძლებს და გვარად რასაც შეძლებთ, შიგნითაც შედით. სანამ ბრინჯს მოვამზადეთ, ქათამი გადავდგოთ გვერდზე, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდხანს იქნება მარინადში, მით უფრო უკეთესია, მაგრამ ესეც არაფერი ჩავდება. 2 საშუალო თავი ხახვით დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავჭრათ ახლა სტაფილო, გჭირდება დაახლოებით 300-400 გრამი. არის ეს 3 ცალი, საკმაოდ მოზრდილი სტაფილო ჩემთან. უნდა დავჭრათ მოგრძო ფორმის ნაჭრებად. მე დაახლოებით ისეთი, როგორცაც ახლა მე გავაკეთებ. და ჩამოვჭრით გვერდზე და შემდეგ უკვე დავჭრით თხლად. ძალიან თხელიც არ უნდა იყოს, რომ არ ჩაიშალოს შემდეგ ბრინჯში. სტაფილო დაჭრილია, ხახვი დაჭრილია. ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია, ეხლა მოვთუშოთ ეს ყველაფერი ბრინჯთან ერთად. ინგრედიენტების ზუსტ ჩამონათვალს ნახავთ დაბლა ინფობოქსში. ჩამოშალეთ უბრალოდ და ინფორმაცია არის შეგით მოცემული. ფლავისთვის სანამ ყველა პროდუქტს მოვათავსებთ გამოსაცხობ პარკში, მანამდე ხახვი და სტაფილო უნდა მოვთუშოთ ბრინჯთან ერთად. დიდხანს თუშვა არ ჭირდება. როდესაც ხახვი კარგად მოიშუშება, დავუმატოთ სტაფილო. რაც შეეხება ბრინჯს, ბრინჯი უნდა გაიროცხოს ძალიან კარგად. სანამ კამკამა წმინდა წყალი არ გაუვა, იქამდე უნდა რეცხოთ, რომ სახამებელი გავიდეს.
დავუმატოთ შავი პირპილი გემოვნებით. მარილი ცოტა მეტი დავუმატეთ, იმიტომ რომ როგორც უკვე იცით, ბრინჯი ძალიან მეორე მარილს იწოვს. და ასევე გვჭირდება ძირა. ძირა და ბრინჯი არის ორი განუყოფელი პროდუქტი ერთმანეთისგან. ასევე ვსავ შიგნით. ოდნავაც მოვშუშოთ და პრინციპში უკვე მზად არის. გადავდივართ მთავარ მომენტზე, გვჭირდება გამოსაცხობი პარკი. გამოსაცხობი პარკი შეგიძლიათ დიდ სუპერმარკეტებში შეიძინოთ, არის ყველგან, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოშიც. არის სხვადასხვა ზომის. ჩემთან არის ელი ზომის. უბრალოდ მე მაქვს ორი ზომის, ორი განსხვავებული ზომის. ერთში ჩადის 5 ლიტრა, რომელსაც ახლა მე დღეს გამოვიყენებ. ხოლო მეორეში, არა წერია ხა რამდენი ჩადის, მაგრამ ეს არის ზომა 25-38, ეს არის საკმაოდ პატარა ზომა, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ერთი ქათამი ჩავიდეს შიგნით, ან ბოსტნეული, სხვა არაფერი. ეს კი არის, შეხედეთ რამხელაა. 5 ლიტრიანი, ეს არის ელი ზომა. საკმაოდ დიდი და ჩვენ ინგრედიენტები ზუსტად ეტევა ახლა ამ პარკში. ამ შემთხვევაში ქათამის და ბრინჯის მზადება ორთქლზე. გამოსაცხობი ფორმა და შეგნით ჩავდოთ ჩვენი პარკი. ჩემი ღუმელი გახურდა უკვე 180 გრადუსზე მაქვს ჩართული და უნდა იყოს კარგად გახურებული. ბრინჯი და სტაფილო ყველა მოვათავსოთ პარკში შეგნით, მაგრამ სულ ეს ერთ ადგილას არ ჩადოთ, არამედ ცოტა გადაანაწილოთ აქეთ-იქით. ბრინჯი ესე გადავანაწილოთ. შიგნით შევსვათ ახლა ქათმის ხორცი. ბრინჯი უნდა მოიხარშოს ახლა და გჭირდება წყალი ან ბულიონი. აუცილებლად უნდა იყოს ცხელი. გჭირდება დაახლოებით 800 მილილიტრი წყალი. წყალი დავასხათ ისე, რომ ქათამს ნაკლებად შევეხოთ, რადგან დამარინადებულია და ეს მთელი მარინადი რომ არ მოვაშოროთ. გვერდებში აქეთ-იქიდან ჩავასხათ. პირი რაც შეიძლება კარგად მოუკარით, რაც შეიძლება კარგად, ბრინჯი კარგად არის გადანაწილებული, სითხეც გადავანაწილოთ და ეხლა დავჩხლიტოთ აუცილებლად, რომ გამოცხობის დროს ჰაერი რო შედის, იბერება და რომ არ გასკდეს. აქა-იქა ჩავჩხლიტოთ. ერთზე უნდა მოვამზადოთ 180 გრადუსზე დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. გააჩნია რა თქმა უნდა რაოდენობაზე, გააჩნია იმას, თუ რა წონის არის თქვენი ქათმის ხორცი. ჩემთან დაჭირდა დაახლოებით საათი და 40 წუთი და სადღაც 20 წუთით ადრე დამთავრებამდე მე ტემპერატურას აუწიე დაახლოებით 200 გრადუსამდე. ჩვენი ქათამი არის უკვე შემწვარი, მაგრამ უკანა მხარე არის შემწვარი, ამიტომ გადავიტან მე აი ასეთ ფორმაზე და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დავამთავრებ ცხობას. აი ნახეთ როგორია წიგნიდან შემწვარია, მაგრამ უკანდან არ არის შემწვარი. ახლა ცოტა ხნით შევაბრძანოთ კიდევ ღუმელში, რომ ზემოდან უბრალოდ ქვემოდანაც რომ შეიწვას. გავსენჯოთ ახლა ფლავი ქათმით, რომელიც მოვამზადებთ პარკში და რომ იცოდეთ როგორი გემრიელი, აი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის ესე ბრინჯი.
და სხვათა შორის ქათამიც. ხა ეს პირველად არ მომიმზადებია. ბრინჯი არის ფანტია და მთელი არომატები, რაც ჩვენ მარინადი წავალს ვიცემოდან ქათამს აქ ამ ბრინჯს აღებული საოცრად გემრიელია. საოცრად ქათამიც გავსინჯოთ. განსხვავება ის არის ღუმელისგან, აი მხოლოდ ღუმელში პარკის გარშე რომ არ ვაკეთებთ, რომ ცოტა შრება იქ, მაგრამ აქ ისეთიო ვერც კი წარმოიდგენთ. მომზადება თვითონ სანამ ღუმელში მოათავსებთ, თითქმის არაფერი არ უნდა, ძალიან სწრაფია. უბრალოდ ღუმელში ჭირდება ცოტა დრო. ვისაც გამოსაწყო პარკი არასოდეს არ გამოგიყენებია და ფიქრობთ, რომ საერთოდ არაფერში არ არის საჭირო და ისეთ შეიძლება, რა თქმა უნდა, ისეთ შეიძლება ასე ვაკეთებ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას ეს იმდენად ინარჩუნებს თავის არომატებს თვითონ ამ პარკში და გადასცემს საკვებს, რომ შედარებაც კი არ შეიძლება ისე ქვაფში მომზადებს და დამირწმუნეთ უგემრიელესია და ნამდვილად ღირს მომზადება. აი, ნამდვილად გირჩევთ, რომ შეიძინოთ პარკი. პარკებს არ ვყიდი, ოღონდ არ იფიქროთ, რომ პარკებს ვყიდი, არა, არაფერს არ ვყიდი. უბრალოდ ძალიან კარგია რა. ახლა კი მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე და კომენტარეთ. რადგანაც ეს მე მეხმარება იმაში, რომ გავიგო ნამდვილად საინტერესო არის თუ არა ვიდეო რეცეპტები ზოგადად. YouTube-ზე, იმიტომ რომ არის ნაკლებად ყურებადი. დროებით